ახალი თაობის სუხიშვილებმა ყოველგვარი სტერეოტიპის ნგრევა შეძლეს. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ტრადიციამ შვილიშვილების შემოქმედებაში სარისკო ტრანსფორმაცია განიცადა. რევოლუციურმა პროექტმა რამიშვილებმა ბათუმელი მაყურებელიც გააოცა. მარი ბოლქვაძე საათსა და 15 წუთში ჩატეული ფოლკლორს დაშორებული მოდერნ ბალეტის შესახებ, რომელიც ისტორიას დარჩება. რამდენიმე წუთში ბათუმის ხელოვნების ცენტრში რამიშვილების მეორე საკონცერტო დღე იწყება. ვაკეთებთ იმას, რაცაც თვითონ რა ხასაც მისდევდნენ, რა სტილითაც მუშაობდნენ, რისი გაკეთების საშუალება მაშინ იყო იმ დროს და უნდოდა და ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ წყობა იყო სხვა. ახალი სიტყვა ქორეოგრაფიაში მესამე თაობის სუხიშვილებმა თქვეს და დიდი ნინო რამიშვილის ოცნება აასრულეს. სახელზე ბევრი არ უფიქრიათ. პროექტის შთაგონების წყარო ბებიის მონათხრობი გახდა, რომელიც ნინო რამიშვილმა პატარა ილიკო სუხიშვილს უამბო. ამიტომაც სუხიშვილების ახალი ბრენდი უკვე იწოდება როგორც რამიშვილები. ჰაერიდან არაფერი არ მოდის, ყველაფერი საიდანღაც მოდის. რაღაცა ყოველთვის არის შთაგონების წყარო. ამჯერად შთაგონების წყარო იყო ქალბატონ ნინოს იდეები, რომლის განხორციელება ძალიან უნდოდა. ცეკვები ქორეოგრაფიის თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფია და მას არავითარი კავშირი არ აქვს ხალხურობასთან. თუმცა დაკვირვებული თვალი და მახვილი ყური მაინც შეამჩნევს ფოლკლორის მცირე ელემენტებს, რომელიც სუხიშვილების კლასიკური საცეკვაო პროგრამის ალუზიას შეგიქმნით. ერთ-ერთი ასეთი ნომერი პირობითი სახელით ბაღდადი ცეკვა ჯეირანის გავლენით შეიქმნა და იგი ნინო რამიშვილს მიეძღვნა. არის მეორე კომპოზიცია, რომელიც არის ესე ვთქვათ ინტერპრეტაცია ცეკვა ილოურის, აქაც ორი წყვილი ცეკვავს და არის აქ მუსიკალურიც და მოძრაობის მომენტი. ყველა კომპოზიციას რაღაც თავისი გამოძახილი აქვს, რაღაცა ან მოძრაობასთან, ან ცეკვასთან, ან კომპოზიციასთან. სამი წითელკაბიანი გოგო, რომელსაც ანსამბლში ხუმრობით ნინოს სისხლის წვეთებად მოიხსენიებენ, რამიშვილების მთავარი პერსონაჟები არიან, როგორც სიმბოლო სიყვარულის, ომის, აგრესიის, სისხლის და ჩნდებიან იქ, სადაც არელი. სხვა დატვირთვა სხვადასხვანაირად იგებს. მაყურებლისთვის არის აბსოლუტური თავისუფლება მიცემული მის ფანტაზიაში. როგორც უნდა, ისე უნდა გაიგოს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აზრი და ემოცია ამ ცეკვებში ჩადებული ყველა. ცეკვები ერთმანეთს დრამატურგიულად უკავშირდება და საბოლოოდ ერთაქტიან ბალეტად იქცევა. ერთი უწყვეტი ქმედება, რომელიც საათსა და 15 წუთს გრძელდება, მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ამ ემოციას თავისუფალი მოძრაობა ქმნის მუსიკის თანხლებით და ხანდახან მის გარეშეც. ილიკოს ქორეოგრაფიული ექსპერიმენტის გარდა შეუზღუდავი ფანტაზიის ნაყოფია ნინოს კოსტიუმები. თეთრი, შავი, წითელი და პასტელის ფერებში გადაწყვეტილი საკმაოდ თამამი კოსტიუმები იდეური კონცეფციის გათვალისწინებით შეიქმნა. სნაიპერის ნამდვილ კამუფლაჟებში გამოწყობილი მოცეკვავეების სამიზნე ამჯერად არა მტერი, არამედ გოგონები არიან. ეს ცეკვაც სამიზნე ბოლო საფინალო ცეკვა არის იმდენ რთულით ემოციურადაც და მაყურებელი ძალიან გვეხმარებოდა ამაში და ძალიან ბედნიერები ვართ მართლა. ძალიან დიდი ემოცია იყო ეს ჩვენთვის, დიდხანს მომზადებოდით რა ვიცი და მთელი სული და გული დავდეთ ამ ყველაფერში. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოდერნისტული დადგმა ქართული აქცენტით და სუხიშვილების ხელწერით ახალი ბრენდი იქნება, რომელსაც ქორეოგრაფიაში ანალოგი არ აქვს. აქტოვანებული ვართ ნანახით, ან რა ფორმები, პლასტიკა, ყველაფერი არაჩვეულებრივად კარგია. შესრულება, მუსიკა, ერთმანეთთან იყო ეს ყველაფერი შერწყმული და მართლაც საოცრება იყო. ძალიან ექსპრესიულია ეს ყველაფერი, ძალიან რიტმულია და თანამედროვე ცხოვრებასთან არის პარალელები და კიდე რას მინდა იცით გაუსვა ხაზი, არაჩვეულებრივი კოსტიუმებია. ბათუმში 4დღიანი საკონცერტო ტურნეს შემდეგ სუხიშვილები პროექტ რამიშვილებით დაგვემშვიდობება მორიგი სიახლის მოლოდინით.